არია, რომელიც რომელიც ეძღვნება ეძღვნებოდა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ თემას ფსიქოანალიზში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფტი ანალიზის, ანალიტიკური სეანსის და თვითონ პროცესის ცხადია არის ტრანსფერი და პირველი სემინარი მან მიუძღვნა ფროიდის რამოდენიმე შრომას ტრანსფერზე და დღეს არის გაგრძელება ამ ციკლის სემინარების. და ესე იგი თქვენ მას იცნობთ, ანაიტ დასო არის ესპას ანალიტიკის წევრი ანალიტიკოსი, ის მუშაობდა ბევრს როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულებთან, სხვადასხვა კლინიკებში, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტალში, ამაზე ჩვენ ერთი სემინარიც გქონდა, როცა ასე იგი საქმე ეხება სხეულის დისოციაციას და ამ შემდეგ და ის ბევრს მუშაობს აგრეთვე სომხეთში ჩვენს კოლეგებთან. აი ესე მოკლედ ეს არის მოკლედ. Je vous écoute, Anaït. En fait, on avait dit, si je me souviens bien, qu'on pourrait peut-être échanger autour des questions qu'il y avait par rapport au séminaire qu'on Oui, a effectué la dernière fois. Peut-être si c'est sur des situations cliniques, s'il y avait quelques oui, personnes qui voulaient s'y présenter. oui, oui, tout à fait. Des Oui, questions autour d'une situation clinique, c'était plus dans cette optique-là, oui, je crois qu'on oui. avait prévu une ანაიტმა réunion. გაიხსენა და თქვენზე მე არ მახსოვდა, მაგრამ ჩვენ ბოლო სემინარზე ახლა გამახსენდა მართლაც შევთანხმდით, რომ გვექნებოდა არა ესე იგი ესეთი თეორიული სემინარი, როგორც სადაც ერთი მომხსენებელი ლაპარაკობს, არამედ გვექნებოდა ესეთი კითხვა-პასუხის რეჟიმი პირველ სემინართან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები თუ ეს რაღაცა რეფლექსია, რომელიც შეიძლება გქონოდა და აი ამ რეჟიმში გავაგრძელებდით დღეს, ესე იგი დაუსვამდით ანაიტს კითხვებს, ისეთ ხდებოდა რომ გაეცა პასუხი და გვექნებოდა თავისუფალი დისკუსია. ამიტომ წესით კითხვები უნდა მოგვემზადებინა ჩვენ, მაგრამ ნუ Parce qu'on pourra, si vous le souhaitez, on pourra continuer hein, sur la question du transfert. Je vais travailler aussi, que je pourrais vous proposer, mais peut-être pour l'année prochaine, maintenant pour la rentrée prochaine, Lacan a fait des choses intéressantes sur le transfert dans la direction de la cure. ouais, oui, oui, Si oui, tout ça à vous fait, parce que intéresse, hein, mais enfin, oui, parce que on verra nous ça. avons la grande partie dédiée à Lacan dans l'association, bien sûr, et ça va être très précieux. Si dans le programme de 2025-26, Voilà. nous Ouais. pouvons mettre votre séminaire sur le transfert, Mhm. mais chez Lacan. C'est Lacan, oui, dans la direction de la cure, oui. dans la direction de la cure. Oui. შემდეგ წელს ანაიტი ესე იგი წავკითხავს სემინარს ლაკანზე ეს ჩავინიშნოთ რომ არ გამოგჩეს ლაკან ტრანსფერი ლაკანთან როგორც ის ამას წარადგენს ნაშრომში direction de la cure ესე იგი კურ წარმართვა ანალიტიკური სეანსის წარმართვა ასე ქვია თავად აი ამ ნაშრომს. Je vais demander des questions ou vous pouvez faire Oui, 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 peut-être s'il y a des gens qui, dans leur clinique, ont des questions ou enfin, que ce soit très libre, quoi, hein, qu'on puisse échanger. დღეს კითხვები გვექნება, ამიტომ თქვენს კლინიკასთან, თქვენს გამოცდილებასთან დაკავშირებული და რა თქმა უნდა, გვექნება ესეთი ღია დისკუსია, როგორც შევთანხმდით, მე ახლა გამახსენდა, რომ ბოლო სემინარზე ჩვენ ამაზე შევთანხმდით. მ, ამიტომ შეგიძლიათ თავისუფლად ისაუბროთ და კამერებიც ჩართოთ, რომ უფრო ესე იგი იყოს მეტი ჩართულობა. მ. Oui, là, vous avez parlé de l'amour du transfert, de l'ambivalence, de cet article de Freud que nous avons su la dernière fois de ბოლოს ჩვენ ვისაუბრეთ ტრანსფერულ სიყვარულზე, ამბივალენტურობაზე ტრანსფერში, ფროიდის ამ სტატიაზე, ნაშრომზე ტრანსფერის შესახებ, რომელსაც მიყვებოდა ესე ერთგულად ანაიტი წინა სემინარზე. Oui, on avait vu une évolution de sa pensée et pour sa pratique hein, dans le transfert. Ok. Sachant que de mémoire, au début, en fait, il avait beaucoup travaillé par rapport à son expérience de l'hypnose, avec Oui, beaucoup de suggestions. Et que même dans les premiers temps où il a commencé à comprendre qu'il y a le transfert, même là, il avait tendance à encore toucher ses patients
à mettre la main sur le front, je sais pas si vous vous souvenez, Oui, oui, et en invitant à parler. Et c'est une de ces patientes qui avait dit, mais laissez-moi parler, taisez-vous, ne me touchez pas. oui. Mhm. Et où il a vraiment commencé à Oui, élaborer on a beaucoup évoqué de thérapie. cet aspect, oui, oui, dans l'histoire de la découverte freudienne, oui. Oui, oui. ანუ ჩვენ ესე იგი წინა სემინარზე ერთად ვილაპარაკეთ იმას თუ როგორ ჩამოყალიბდა ტრანსფერის კონცეფტი ფროიდთან, რომელს დაიწყო ჰიპნოზით, რომ აგრეთვე იმ სუგესტიური ტექნიკებით, მაგალითად, რომელსაც ფროიდი იყენებდა პაციენტისთვის შუბლზე ხელის დადება და ამავდროულად რომ მათ ესე ვთქვათ გაადვილებოდათ საუბარი საკუთარ გამოცდილებაზე და ესე იგი მერე უკვე გადავედით იმას, რომ მან აღმოაჩინა ტრანსფერი როგორც ფენომენი და მერე დაკავდა ამ ტრანსფერის კონტროლით და აგერ ყვე ანკო ანა პირველს აქვს კითხვა. Notre collègue. გამარჯობა. Bonjour Anaït. Bonjour. ჩემი კითხვა არის ახლა რომ დავიწყეთ საუბარი რა კონკრეტულად წინა სემინარზე არ ყოფილა განხილული ასე ზუსტად შეიძლება მაგრამ მე რაც მქონია შემთხვევა მაგალითად და აი ამ საკითხზე ყოველთვის თავში ანუ სულ მინდა ხოლმე უფრო მეტი ინფორმაცია რა როდესაც პაციენტს უჩნდება რომანტიკული გრძნობები თერაპიის დროს. მე მაგალითად ერთი შემთხვევა მქონდა და რო დავიწყე ამის შემჩნევა, ისე მოხდა, რომ ამ ადამიანმა თვითონ გაუფრთხილებლად შეწყვიტა თერაპია, თუმცა მე არ ვიცოდი, ვფიქრობდი სუპერვიზიაზე გამიარა რა შეიძლება ასეთ დროს გააკეთო, როგორ შეიძლება მართო ასეთი ტრანსფერი. და მაგალითად, ახლა მაგ შემთხვევა არის მოზარდი გოგონა და მისი მხრიდან ვგრძნობ ასევე რომანტიულ რაღაცნაირ ტრანსფერს ჩემს მიმართ და ეს რა თქმა უნდა დეტალურად ცალკე სუპერვიზიის თემა არის და ამას აუცილებლად გავიტან და განვიხილავ, მაგრამ ზოგადად აი ასეთ დროს რას მართვა ამისი, როგორ ხდება რა, როგორი თქვათ გამოცდილება ქონია. Oui, la question concerne de la pratique clinique quand le patient ou une patient homme ou femme ou même jeune adolescente peut avoir les sentiments plutôt romantiques, le sentiment tendre aussi amoureux, mais plutôt tendre et romantique dans le transfert par rapport à son thérapeute, Mhm. d'orientation psychanalytique ou par rapport à un analyste. Qu'est-ce qu'on peut faire dans ce cas-là? C'est-à-dire, quelle est euh, la position de... Qu'est-ce qu'on fait dans ce cas-là? Alors, juste comme ça, c'est un peu... C'est la question très générale, je oui, sais, c'est très mais général, effectivement, Anna. Donc, c'est plutôt avec des questions et dans un moment de la cure, de quelle manière ça vient, en fait, hein, dans cette tendresse affichée ou comme une forme peut-être de demande d'amour qui est affichée. Et je crois que c'est important de ne pas oublier que ce sont des passages, que c'est un transfert positif ou négatif, comme dit Freud, hein, c'est pas tout le temps, en fait. Ce sont des mouvements dans le processus de la cure aussi. Il peut y avoir une période plus ou moins longue où il peut avoir cette forme d'amour. Ce qui est important, c'est évidemment de l'accueillir sans se tromper, que c'est peut-être ça répond soit à un manque et qu'il trouve quelque chose, il fait appel à l'instinct plus protecteur de l'analyste, du thérapeute. Alors, de manière très générale, c'est un peu complexe quoi, de répondre. Ça dépend quelle est sa forme de demande, de quelle manière ça se manifeste. Ah Et non. ne pas être forcément, justement, leur faire entendre sans les brusquer, évidemment, moi, qui sont dans cette demande-là. Mais peut-être je te laisse traduire ça et on va voir. აა, ეს ყოველთვის არის გარკვეული მომენტი ანალიზის დროს, ხშირ შემთხვევაში ეს არის პასაჟი, გარდამავალი მომენტი, შეიძლება ხანმოკლე, შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივიც, როდესაც მსგავსი აფექტები და ემოციები ჩნდება ანალიზზე, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის თუ რა კონტექსტში
აღმოცენდება ეს, რა არის ეს კლინიკური კონტექსტი და უპირველეს ყოვლისა რა არის პაციენტის მოთხოვნა და რა ფორმით მანიფესტირებს ესა თუ ის როგორც თქვით რომანტიკული თუ სხვა ჟანრის გრძნობები სასწავლო ანალიტიკოს მიმართ რა ფორმით როგორ რა მომენტში როგორია კონტექსტი რომელშიც აღმოცენდება და ამავე დროს ხარი არ უნდა მოუთხულდეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და უნდა ვიცოდეთ რომ ეს არის დაკავშირებული პაციენტის ნაკლთან მის სურვილთან რომ უპასუხოს ანალიტიკოსმა ამ ნაკლს შეავსოს ის ani შეასრულოს პროტექციის დაცვის დაიცვას პაციენტი რომ თავი დაცულად ამ ასე ვთქვათ რომანტიკულ ტრანსფერში და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია როგორ მანიფესტირებს რა ფორმით და რა კონტექსტში. Parce que ça peut raconter, notamment peut-être, enfin, pas forcément que chez les adolescents ou les plus jeunes, mais soit une difficulté à se séparer d'un amour qui est très enveloppant et justement le processus de séparation est compliqué et donc qui cherche à reproduire dans le transfert. Voilà, soit presque parce que c'est presque un trop et en tout cas une difficulté dans cette séparation, soit parce qu'il y a eu un manque en fait aussi qu'ils essaient d'instaurer là. Donc c'est important de les amener à questionner avec qui ils ressentent ce type de sentiment ou voilà comment et évidemment en les écoutant dans leur histoire de repérer s'il y a eu d'autres moments où ils ont pu parler de ce manque ou de cet attachement très fort qui fait qu'ils ont du mal à se séparer. No, ამავე დროს ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული სეპარაციასთან, იმასთან თუ რამდენად არის სეპარირებული ის თავის მშობლების ფიგურებს, რომ შესაძლოა ის მოზარდის შემთხვევაში ამ სიყვარულში ან ამ გრძნობებში ეძებდეს ერთგვარ ანველოპ არის ერთგვარი გარსი დამცავი ან ერთგვარი სითბო, რომლის მიღებაც მას სურს და შესაძლოა ეს არის ის რაც მას ეკლდა ან ერთის მხრივ გარკვეული დეფიციტი ქონდა ამის ამ პირიქით მან არ გაიარა ბოლომდე გარკვეული თვალსაზრისით სეპარაცია და ის კიდევ ეძებს მიჯაჭვულობის ახალ ობიექტს. კიდევ ხომ არ არის კითხვები? Il y a une jeune patiente que je vois depuis quelques mois, par exemple, qui a 16 ans, presque 16 ans, elle a encore 15 ans, qui est venue pour des troubles d'anorexie. Et euh, il y a un transfert très fort comme ça, effectivement, dans le lien, par exemple, avec elle. Mais petit à petit, comme des mouvements de colère qui se dessinent aussi. C'est important parce que dans ce qu'elle raconte de son histoire, il y a beaucoup de choses, hein, mais je pense qu'elle est très attachée à sa mère, d'une part, à ses parents, c'est-à-dire qu'elle a peu d'amis en dehors de sa famille, quoi, à l'école, au lycée, elle a quelques copines, mais qu'elle voit pas beaucoup. Et tout le travail, c'est aussi ça, c'est de l'amener vers un peu plus d'extérieur. Et c'est comme si elle avait besoin d'être nourrie encore sans cesse par cet attachement familial de ses parents, de sa mère, de son père. Et comment dire? Et c'est, en tout cas, chez cette adolescente, et ça peut être le cas chez d'autres adolescents et adolescentes, cette période de séparation et de transformation du corps que elle, en tout cas, cette patiente, a du mal à accepter. Donc, je pense que dans le transfert, elle le manifeste aussi, hein, cette espèce d'attachement très fort, mais qui est la difficulté de la transformation du corps et donc de sortir de l'enfance et de devenir plus autonome. Je crois que c'est important d'être attentif à ça pour petit à petit, elle puisse se risquer
à être critique envers ses parents parce qu'ils sont Mhm. tout le monde est parfait, tout va bien, etc. Et justement pouvoir être critique pour pouvoir se distinguer de, parce qu'elle est dans un collage très sur lequel il faut être très attentif, très vigilant, quoi. Et petit à petit pouvoir être critique. Elle commence de temps en temps à être critique envers moi et je trouve que c'est une très bonne nouvelle. Ouais. Parce que dans le transfert, quelque chose commence à se dessiner. Mhm. C'est ça. Mhm. Mhm. Ce qui n'a pas eu lieu pour le moment. C'était. Oui, c'est encore dans ce cocon avec Mhm. la famille très Ouais. Ouais. protégée. Ouais. Oui. ანუ მე მყავს მაგალითად ეხლა 16 წლამდე მალე 16 წლის გახდება მოზარდი, რომელსაც აქვს ძლიერი ანორექსიული პრობლემატიკა და რომელიც ჩემთან არის ანალიზე და მან განვითარა ძალიან ძლიერი ტრანსფერი ჩემს მიმართ. შეიძლება ითქვას ხანდახან ბრაზიც აქვს ჩემს მიმართ. და საქმე იმაშია, რომ ამ მოზარდთან პრობლემა იყო ის, რომ ის იყო ძალიან მიჯაჭვული დედას და მშობლებს ზოგადად და საერთოდ ოჯახს და ოჯახურ გარემოს. არ ყავს მეგობრები ან ძალიან ცოტა ყავს და ძირითადად დროს სულ ატარებს ოჯახში დედასთან და დედმამასთან. და გარკვეული თვალსაზრისით ეს საოჯახო თუ ოჯახო მიჯაჭვულობა მშობლების ობიექტებზე გამოჩნდა ტრანსფერშიც თავიდან, როდესაც ის მომეჯაჭვა ძლიერად მე და ეს სხეულის ტრანსფორმაციები, რომელიც ახასიათებს მოზარდობის ასაკს, რომელიც აყენებს ერთდროულად მიჯაჭვულობის და სეპარაციის საკითხს, ამავე დროს მთლიანად გამოიხატა ტრანსფერში და რაც თავარია, მან თავის დროზე ვერ შეძლო აჯანყებოდა თავის მშობლებს, გამოეხატა მათ მიმართ ბრაზი და ასე შემდეგ და ის რომ ბოლო დროს ტრანსფერში ჩემს მიმართ გამოხატავს ნეგატიურობას, ბრაზს, უკმაყოფილებას და ასე შემდეგ, ეს ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ კარგის ნიშანია, იმიტომ რომ ამით ის ცდილობს თავი დაახტიოს მიჯაჭვულობებს, მათ შორის ჩემთან ტრანსფერში როგორც მშობლის ფიგურაზე და გადაამუშავოს თავისი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება მშობლებისადმი. Et je crois que là, on l'avait vu, hein, il y a quand même quelque chose qui se répète dans le transfert des constructions du sujet, en fait. Et ça, Lacan, là-dessus, il a une phrase très forte, je trouve, mais il dit il faut toujours rester très vigilant sur euh, la pertinence en fait de cette répétition. Il dit en fait il faut toujours se rappeler la pertinence qui se pose, c'est-à-dire quant à sa nature dernière, il dit entre le besoin de répétition ou la répétition du besoin. მმ. Donc il répète dans le transfert quelque Mhm. chose, mais c'est voilà, c'est un besoin qui se passe, c'est cette Oui. répétition du besoin qui est sans arrêt en jeu chez eux Mhm. et qu'ils répètent qu'ils ont besoin de répéter dans le transfert. ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ ხდება სუბიექტის კონსტრუირება ტრანსფერში, როგორ სტრუქტურირდება ტრანსფერში სუბიექტი, ორგანიზდება და არ უნდა დაგვაუწყდეს ლაკანის ეს ნათქვამი, რომ ის ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ყოველთვის ყურადღებით იმ ფენომენთან, რასაც ქვია მოთხოვნის განმეორება, მოთხოვნილების განმეორება, რომელიც მეორდება სულ რეპეტიციონ აკვიატებული განმეორების ეს თქვა ძალით და და განმეორების მოთხოვნილება. ეს ორი სხვა ერთი რომ მოთხოვნა მეორდება სულ და მეორე რომ განმეორების მოთხოვნა, რომ ერთი და იგივეს რეპროდუქცია მოხდეს. ანუ აი ამ გარდატეხაზე ტრანსფერში რომ ერთი ავტომატიზმია და მეორე გარკვეული თვალსაზრისით. C'est ce qu'il appelle, lui, il dit que et il a raison, je trouve, dans l'expérience, on peut le constater, c'est dans les premiers temps de l'analyse qu'il y a plus, en tout cas de la thérapie analytique, que se pose ce mouvement de transfert qu'il appelle l'énamoration primaire. Mhm. Et déjà dans les débuts effectivement, du travail que ça se manifeste, la plupart du temps, et qui vient parler aussi de quelque chose, de processus primaire chez le patient. Mhm. და პირველ პერიოდში ანალიზის ლაკანი საუბრობს აი ამ პირველად ენამორაციაზე. ენამორაციონ ეს სიტყვა ნიშნავს გარკვეულ გატაცებას, გარკვეულ აღფრთოვანებას, სიყვარულს, ძლიერს, ვნებას და ამავე დროს ნეოლოგიზმიც კი იყო ენამორაციონ, სიყვარული და ენ არის სიძულვილი და ამუღ სიყვარული და ენამორაციონ ლაგანმა გაკეთეს.
პატარა ნეოლოგიზმის რაც არის სიყვარული და სიძულვილი Mm. ერთდროულად. Mm. Est-ce qu'il y a d'autres questions? იგა კიდევ თუ შეიძლება ერთი შეკითხვა ამავე საკითხზე. ვერ ხედავთ, აბა ნინია თუ კი, კამერა ჩართული მაქვს. აჰა, ძალიან კარგი. აჰა. მადლობა პირველ რიგში. ესე იგი, წინა სემინარიდან ბევრი საკითხი მაქვს მონიშნული. ესე იგი, რაც ეხებოდა ნეგატიურ ტრანსფერს, სადაც ვითარდება რეზისტენტულობა ასევე. და რაც შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტმა, რომ დატოვოს თერაპია და ანალიზი, ანუ ამის საშიშროება დგება ნეგატიურ ტრანსფერში. ამასთან დაკავშირებით კლინიკური გამოცდილება, ვთქვათ, кейსების ჭრილში, რომ გაგვიზიაროს. თუ აი რა მეთოდებს თუ რა მექანიზმებს მიმართავს ანალიტიკოსი, როდესაც გრძნობს, რომ ნეგატიური ტრანსფერი ისე თითქოს იზაბება, რომ პაციენტი ტოვებს თერაპიას, ანალიზს. Elle a une question elle a fait des notes pendant notre première séminaire sur le transfert et nous avons parlé du transfert négatif, de résistance, du transfert en tant que résistance, que si le transfert négatif n'est pas comment dire, analysé ou dépassé, ça peut amener à la rupture thérapeutique, c'est-à-dire à la Mhm. fin d'une analyse. Et Ouais. quand le transfert négatif est très fort, souvent, comment on peut se débrouiller pour que l'analyse continue, que la thérapie continue, et que pour que ça ne finisse pas comme ça, que le patient n'arrête pas des séances. Là aussi, je crois que ça mériterait de voir le cas de manière plus précise, mais euh, comment dire, bien sûr que ça marque un point de résistance et des moments très importants, souvent, effectivement, qu'il s'agit de manier avec beaucoup de tact et de finesse. Euh, ce sont des mouvements de rejet, effectivement, mais qui sont importants à entendre. Dans ce moment-là, c'est peut-être de se décaler parce qu'il l'adresse à la fonction de l'analyste et non pas à la personne de l'analyste. Et je crois que ça, c'est important de ne pas confondre sa personne et sa fonction, qui est c'est lui, c'est le thérapeute qui dirige la Mhm. cure, quoi, en fait. Donc déjà ça, ce décalage-là, de pouvoir retravailler dessus, mais parfois ça peut être très agressif, hein, j'entends bien. Mais Mhm. déjà ce premier point, on va dire. Mhm. პირველი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ცხადია, კონტექსტს აქვს მნიშვნელობა. ნეგატიური ტრანსფერი ეს არის ერთგვარი უკუგდების მოძრაობა, როცა უარყოფს პროცესს პაციენტი, მაგრამ ის უტევს ან მიემართება ეს ნეგატიური ტრანსფერი არა ანალიტიკოსის პიროვნებას, არამედ ანალიტიკოსის ფუნქციას. და ამიტომ არ უნდა გამოგვჩეს ეს ხედველობიდან, რომ მსგავსი ტრანსფერი, ისე როგორც ალბათ პოზიტიური, არ ეხება ანალიტიკოსის პიროვნებას, არამედ იმას, რასაც აკეთებს ის პაციენტთან ერთად, ესე იგი ანალიზებს. Lacan, il disait, si je me souviens bien, hein, que c'est en fait, il s'agit de vous proposer de dépasser ce temps de résistance et de transfert agressif, négatif et agressif, en lui proposant quand il parle de perdre la résistance, c'est de ça dont il parle. D'une part, il disait dans ce qu'on a vu la dernière fois, dans ce moment-là, peut-être pouvoir s'appuyer sur les moments de transfert positif qu'a pu avoir le patient, c'est-à-dire pour repérer quels sont les mouvements et les moments de bascule. Qu'est-ce qui fait qu'il est passé en transfert négatif ou agressif aussi. Je crois que ça, c'est Oui. important. Mm. Quel était oui, quel était le moment et la circonstance Voilà, dans lequel il y avait eu cette bascule, c'est-à-dire, exactement. ouais, vraiment, ანუ მეორე ის არის, რომ ლაკანი ამბობდა, რომ უნდა გასცდე ანალიზზე, ესე იგი, გადალახო და სწრაფად გაიარო ეს პერიოდი რეზისტენტულობისა და
აგრესიული ტრანსფერის და გარკვეული თვალსაზრისით ყურადსაღებია ხოლმე ის მომენტები, გარდამტეხი მომენტები, როდესაც მაგალითად პოზიტიური ტრანსფერი იქცევა ნეგატიურ ტრანსფერად, ან პირიქით, როდესაც ხდება ეს გარდატეხა, რა უძღოდა ამას წინ, ან რა ხდებოდა ანალიზი ამ პერიოდში, ან პაციენტის ცხოვრებაში, ესე იგი, უნდა გაანალიზო არა მხოლოდ პოზიტიური ტრანსფერი, ნეგატიური ტრანსფერი და რეზისტენტულობა, არამედ ის თუ რამ მომენტში შეიცვალა სიტუაციას. აი ამ მომენტში, როდესაც ამ ანალიზის დროს მე მახსოვს ადრე ერთ-ერთ სემინარზე იყო საუბარი ტრანსფერის ინტერპრეტაციაზე და ტრანსფერში ინტერპრეტაციაზე და როცა ესეთი სიტუაცია დგება, როდესაც ანუ რა დროს არის საჭირო რომ ინტერპრეტირება მოხდეს ამ ტრანსფერის და ან ერთი ტრანსფერში ან ტრანსფერის აი ამაზე რომ ვთქვას მომენტი. Bien sûr, elle dit que peut-être dans ce cas-là, c'est la question de l'interprétation qui se pose. Peut-être, c'est-à-dire, est-ce qu'il faut justement interpréter à ce moment-là ou non? Et aussi, Patrick Landman, il a fait un séminaire sur le transfert aussi quand il était venu à Tbilissi. Et il parlait de l'interprétation dans le transfert et l'interprétation du transfert. Et le Oui. transfert voilà, il y avait là cette différence. Voilà, c'est la question de l'interprétation et le transfert négatif, l'interprétation, c'est ça. Oui, absolument. C'est vrai que c'est important, ce point-là et ce moment-là aussi. Pour en revenir par rapport aux avancées de Freud, il y avait un point important, il me semble aussi, c'est que il disait que pour l'analyse, c'était important qu'ils reconnaissent les formes et les manifestations et les enjeux de ce type de transfert. Et surtout, il disait donc, je vais regarder, je vais peut-être retrouver ça. Il le disait clairement, je trouve, en tout cas, il disait, oui, il s'agit pour l'analyse d'en reconnaître les formes, les manifestations et les enjeux, telle une réalité qui se produit dans la cure, mais à laquelle il s'agit de donner un statut d'irréel, de fantasme, pourrait-on dire. Je crois que ce point-là est vraiment important. Mhm. Et donc, pour permettre de réinvestir les imagos dans la cure et non pas les agir, en fait. Donc, effectivement, il y a une possibilité d'interpréter l'interprétation, sachant que souvent, c'est pour l'analyste que ça paraît évident. Encore faut-il savoir repérer le bon moment où le patient peut l'entendre. Et une interprétation, ça fait interprétation quand il y a eu un effet sur, effectivement, quand on voit que le patient entend quelque chose et que ça provoque et ça change quelque chose, en tout cas. Mhm. ნუ აქ მნიშვნელოვანია ფორმა და მანიფესტაცია ამ ტრანსფერის სიტუაცია და რეალობა, უშუალოდ ანალიტიკური რეალობის გათვალისწინება და რომ ტრანსფერი არის ფანტაზმატიკური ბუნების მნიშვნელოვანწილად და უნდა მოხდეს იმაგოს, მშობლების იმაგოს ინვესტირება ტრანსფერში და არა მოქმედების, რაზეც ფროიდი საუბრობდა. და ცხადია ინტერპრეტაცია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ დროს გამოიყენება, მაგრამ ის თუ გამოიყენებოდეს იმ მომენტში, იმ დროს, როცა ამას შეიძლება კონდეს ეფექტი, ესე იგი ინტერპრეტაციამ უნდა შეცვალოს რაღაც პაციენტის სუბიექტის ფსიქურ ცხოვრებაში და დინამიკაში. Ce qu'il le rappelle, en fait, c'est aussi, il comprend et il précise que ce point qui est important aussi, c'est que le transfert, c'est pas seulement un effet de la cure, mais aussi un indicateur des transformations qui sont en train de se dérouler dans la cure et qui indiquent des points de transformation interne de la libido des patients. რომ ტრანსფერი არის არა მხოლოდ შედეგი და პროდუქტი ანალიტიკური სიენსის, არამედ ინდიკატორიც იმის თუ როგორ ხდება ტრანსფორმაციები პაციენტთან და როგორ ხდება, ასე ვთქვათ, როგორ გარდაიქმნება პაციენტის ლიბიდო ამ ტრანსფორმაციებთან ერთად სხვადასხვა ფორმას იღებს, ესე ვთქვათ. ანუ ტრანსფერი არის ტრანსფერი ჩვენ ვიგებთ როგორც ერთგვარი ინდიკატორი პაციენტის ფსიქურ ცხოვრებაში და ფსიქურ ეკონომიაში, ესე ლიბიდინალურ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.
Et donc de repérer aussi justement dans cette traversée quels sont plutôt, surtout dans les transferts qui sont comme dans une forme de répétition, ce qui est lié à la pulsion aussi du côté du patient et de pouvoir travailler là-dessus et d'aller un peu dans un au-delà de cette répétition de pulsionnelle destructive comme ça et finalement quel plaisir il en retire le patient. Ça se rejoue dans la cure. Et je crois que c'est là, dans la cure, c'est important de pouvoir proposer, avec toute l'histoire du patient qu'on a, qui a été apportée, hein, de pouvoir proposer une interprétation, effectivement. მჰმ. და ამავე დროს მნიშვნელოვანია ტრანსფერის დროს გავითვალისწინოთ ლტოლვა რა ფორმით ვლინდება და როგორ ვლინდება ტრანსფერში ლტოლვა. და განსაკუთრებით დესტრუქციული ლტოლვები. და ამ დროს ანალიზ იმის კვალობაზე თუ რაც მოვისმინეთ პაციენტისგან და იმ ისტორიის რაც მისგან ვიცით, შევთავაზოთ მას ინტერპრეტაციები. ლტოლვის გათვალისწინებით, იმიტომ რომ საბოლოო ტრანსფერის მაუწყებელი ძაღლი არის ლტოლვა. J'ai un patient qui vient depuis très longtemps. Alors, sa structure, c'est compliqué de dire s'il est vraiment psychotique, mais il a des traits psychotiques, on va dire. Et il peut être très agressif par moments. Et en même temps, il vient d'une histoire où il a été extrêmement maltraité. Je pense que ses parents sont fous. En tout cas, bref, et avec beaucoup de violence. Il n'y avait pas de mots, des MOTS, hein, les mots, il n'y avait pas de paroles échangées dans la famille, c'était des coups. Donc ils étaient tapés, ils étaient toujours punis, mis à la cave, lui, son frère, sa sœur, le chien. Il a gardé beaucoup, c'est très important pour la partie pulsionnelle que ça indique chez lui aussi. Comme quand le père battait le chien, il a toujours en mémoire le bruit des coups sur le chien, en fait. მმ. Pas tellement sur lui, mais voilà, c'est transféré Ouais. presque sur le chien, c'est insupportable. Et il a des moments vraiment très agressifs où il peut dire mais vous comprenez ce que je veux dire? Vous comprenez rien, je suis sûr, vous êtes nuls. C'est important, ça me fait sourire là. Sur le moment, c'est pas toujours facile, il faut bien le dire, hein, et en même temps, ne pas perdre le point de vue que c'est, je crois qu'un jour, lui et une autre personne comme ça, mais j'ai pu lui dire, ben, et vraiment de manière très virulente, hein, comme ça, où je lui avais dit, ben, écoutez, merci. Vous avez dit merci. Oui, j'ai dit merci de dire tout ça. Il m'a regardé comme si c'était moi qui étais folle. Et vraiment toujours énervé, il me dit, je comprends pas pourquoi vous dites ça, c'est n'importe quoi. Et ça fait interprétation pour lui hein, à ce moment-là, parce que je crois que j'avais saisi quelque chose aussi de son histoire. À raconter comme ça paraît simple, mais pris à ce moment-là de son travail, c'était important. Il me dit, pourquoi vous me dites ça? Je lui dis, bah, parce que en fait, vous vous autorisez à montrer de la colère et de l'agressivité. Et vous le dites avec des mots. Mh. C'est pas quelque chose, et il cherchait à ce que moi, je sois agressive et que je le rejette. Et il y a quelque chose qui se rejouait de cette agressivité sans mots qu'il y avait dans toute son histoire et qui continue jusqu'à maintenant. Hein. Son père est mort maintenant, mais sa mère, elle continue à être dans le silence sur tout, en fait. ანუ C'était très important de pouvoir dire qu'il y avait la possibilité de dire toute l'agression que ça lui faisait, que de pouvoir dire des mots et qu'ils parviennent à quelqu'un, qu'ils parviennent, qu'ils soient reçus, en fait, ces mots. მh. ანუ ერთი პაციენტი მყავს, რომელსაც აქვს ზოგიერთი ნიშნები ფსიქოტურის სტრუქტურის, მაგრამ დანამდვილებით ამის თქმა ძნელია და ის ტრანსფერში შეიძლება იყოს ძალიან აგრესიული ჩემს მიმართ. ბავშვობაში იყო ცუდი მოპყრობის მსხვერპლი ოჯახის მხრიდან, მშობლების და მამის განსაკუთრებით ძალადობის. ეს იყო ოჯახი, რომელშიც ის გაიზარდა, სადაც სიტყვები არ არსებობდა, ურთიერთობის ფორმა იყო ცემატყება და ის კი არა მამამისი ძაღლსაც ცემდა და ამბობს ხშირად ეს პაციენტი თუ როგორ ესმოდა მას
დარტყმის ხმები, როცა მამა ურტყამდა ძაღლს. და ძალიან ხშირად ერთხელ მან მითხრა, რომ თქვენ თუ მისმენთ საერთოდ, რომ თქვენ გესმით საერთოდ ჩემი, რომ თქვენ ჩემი აზრით არაფერი არ გესმით საერთოდ, რასაც ვლაპარაკობ. და ვერაფერს ვერ ხვდებით, რასაც ვამბობ მე. და ამ დროს მე ვუთხარ იმას მადლობა. და ის შემოტრიალდა და ისე შემომხედა, თითქოს მე ყოფილიყავი შეშლილი. და მკითხა, რატომ მეუბნებით ამას და მე ვუთხარი, რომ იმიტომ რომ თქვენ თავს ნება მიეცით, გამოგეხატათ აგრესია, ყოფილიყავით აგრესიული, მაგრამ სიტყვებით და რომ გარკვეული თვალსაზრისით ეს არის vous avez dit merci pour souligner que c'était important de dire les Oui, mots en mot de mettre les mots sur cette agressivité de exactement. Exactement. Qu'il Mm, pourrait les dire par des mots et non pas, voilà, qu'ils ne seraient pas rejetés, qu'ils ne seraient pas, oui, le rejet. Moi, au tout début de ma pratique, j'ai fait une très grande erreur sur cette question de l'agressivité du patient. C'était une patiente en l'occurrence et qui a eu à un moment, c'était vraiment, je devais être, bon, bref, à mes tout débuts. Mais on fait des erreurs et c'est de ça qu'on apprend aussi. Elle a été, comme lui, elle a très agressive en disant, mais vous êtes complet, alors qu'il y a eu une période de transfert extrêmement positif et j'ai pas du tout pu travailler avec ce transfert négatif. Je l'ai pris pour ma personne parce qu'elle me disait, mais vous êtes complètement conne. Avec ces mots-là, hein, je l'ai dit, pardon, mais je crois que c'est important. Et j'ai voulu l'inviter à être poli alors qu'il s'agissait d'entendre autre chose. Et je lui ai dit, j'ai mis fin, arrêter la cure. C'est pas moi qui ai mis fin, mais enfin par mon attitude, par mon incompréhension de ce transfert, ça a arrêté la cure. Je lui ai dit, je ne vous permets pas de me parler comme ça. C'était ridicule, mais je crois que c'est important de le dire parce qu'elle était très, très mm, agressive et je n'arrivais pas à répondre autre chose. Et là, je me suis trouvée sur un plan d'égalité d'une personne, égalité. comme si j'étais rentrée dans une dispute quoi, avec elle. Or, elle me parlait de toute autre chose. Elle aussi, elle avait une histoire de mort, d'enfants morts qu'elle était venue remplacer. C'est une histoire très compliquée, quoi. Mais je n'ai pas su manier, faire face à ce moment très agressif. Et je crois que je me suis trouvé ce que Lacan appelle, et tout au long de la direction de la cure, c'est vraiment important tout ce qu'il développe, presque dans une égopsychologie. Je crois qu'il faut dire les choses, il faut pouvoir regarder en face les erreurs qu'on a faites pour être averti pour la suite, quoi, aussi, et pouvoir le travailler, évidemment, en supervision, en lecture, etc., etc., quoi. Bon, ანუ მე ესე იგი ჩემი პრაქტიკის დასაწყისში ესეთი შეცდომა მომივიდა დიდი, რომ ეს იყო ქალი პაციენტი, რომელიც ეს იყო ხანგრძლივ დადებით ტრანსფერი ჩემს მიმართ, რასაც მე მივეჩვიე მაშინ და მე დაიწყო რაღაც საშინელი ფაზა ნეგატიური ტრანსფერის იმდენად რომ პირდაპირ შეურაცხყოფებს მაყენებდა შენ ასეთო შენ ისეთო და ასე შემდეგ და უცბად მე ეს ყველაფერი რაღაცნაირად ჩემ თავზე მივიღე პირადად აღმოჩნდი მასთან თანასწორ ურთიერთობაში ანუ თითქოს ორივენი ვიყავით თანასწორი ამ წარმოსახვის რეგისტრში და ეგოფსიქოლოგიას ახსენებს ეს და ლაკანს ანაიც და მე მას უთხარი რომ მე მას არ მივცემდი უფლებას რომ ის მე თქვენ არ გაქვთ უფლება რომ მე ასე მელაპარაკოთ და გარკვეული ამ სიტყვის შემდეგ მე მასთან შევწყვიტე ანალიზი და რა თქმა უნდა დღეს მე ვფიქრობ რომ ეს სხვა არაფერი იყო თუ არა შეცდომა pardon, შეცდომა და ტრანსფერის მართვის გამოცდილების არ ქონა. Il y a des moments quand vraiment il y a la réponse contre-transférentielle dans toutes ces histoires. On peut supporter, je vais traduire après moi-même ma question,
On peut souvent supporter une agression, même la haine, la destructivité dans le transfert si ça ne touche pas à quelque chose euh, de très profond et non élaboré de l'analyste. Absolument, c'est pour ça que je parlais de la Si ça supervision. touche, si ça touche, même une petite remarque ou quelque chose peut être blessant. C'est-à-dire, Bien sûr. il y a aussi la vulnérabilité narcissique chez l'analyste. Absolument. Mais pas à chaque fois, mais il y a des moments Oui, quand on peut poser vraiment la question, pourquoi ça m'a touché tellement, cette forme de négativité, qu'il y a des patients qui peuvent être encore plus négatifs ou oui, même, oui. vous dites, Encore plus agressif, mais oui. ouais, des patients qui viennent par exemple, bonjour, aujourd'hui c'est ma dernière séance, je voudrais vous dire que tu seras, et il dit des choses absolument, et si, il s'en va, mais après, souvent, ils reviennent. Mais bon, il y a des moments quand ça devient plus insupportable que chez les autres. Mm. Ça, c'est ça qui est intéressant vraiment. ანუ მე ჩემი ის იყო რომ ასე იგი ნეგატიური ტრანსფერი აგრესია პაციენტის მხრიდან ხშირად ძალიანაც გასაძლებია, რატომაც არა. თუ კი ის არ ეხება რაღაცას, ღრმად არაცნობიერს ანალიტიკოსთან, რომელიც მასთან არის და გადაუმუშავებელი ან მისთვის არის შეუსწავლელი, იმიტომ რომ ზოგიერთი პაციენტი შეიძლება იყოს ძალიან ნეგატიური, მაგრამ ჩვენ ამას ასე ვთქვათ ძალიან ისე გაუძლოთ ყველაფერს და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ზოგიერთ შემთხვევაში უბრალო რემარკა პაციენტის ან უბრალო ჟესტი, რომელსაც შეიძლება იყოს, რომელიც შეიძლება ატარებდეს შეტევით ხასიათს, ამან შეიძლება გამოგვიყვანოს დესტაბილიზაცია მოახდინოს ჩვენი ემოციური და მე ვთქვი რომ ანალიტიკოსიც ნარცისტულად შეიძლება იყოს მოწყვლადი, ვულნერაბილიტეტი რაც არის, ოღონდ არა ყველა შემთხვევაში, არამედ რიგ შემთხვევებში და აი ეს არის ის შემთხვევები, რომელიც მოითხოვს დაფიქრებას. Ναι. C'est vraiment important ce point-là parce que c'est pour ça que je précisais, c'est pas que, juste une sorte d'excuse, hein, mais c'est important parce que pour moi, en tout cas, avec cette patiente, au début, il y avait eu un transfert très positif avec beaucoup de, justement, l'énamoration primaire, comme on le disait tout à l'heure. Et où beaucoup de choses très positives s'étaient passées dans sa vie, des changements vraiment constructifs dans sa vie professionnelle, personnelle, ça commençait à bouger et où elle a commencé à manifester cette agressivité-là. Et je crois que souvent dans les débuts, en tout cas pour moi, ça a été ça, et je pense, parce que je fais des supervisions aujourd'hui et je l'entends quand même aussi, le piège, c'est de vouloir bien faire, en fait. Donc, j'étais très contente parce qu'il y avait eu beaucoup de choses positives qui s'étaient passées pour cette patiente. Mhm. Tout d'un coup, je comprenais pas, en fait. Je comprenais pas et je me disais, mais c'est comme si c'était ma personne qui était destituée alors que je lui avais tant donné, on va dire. Je lui avais tant... Ouais, Je voulais son bien. Et Lacan le dit, hein, c'est dans les écrits, au début, il dit, l'analyste n'est pas là pour vouloir le bien du patient. tout Et à fait. là, dans ce temps du transfert que j'ai pas su repérer à ce moment-là, elle avait pu reconstruire quelques points solides dans sa vie qui lui donnaient suffisamment de stabilité intérieure pour se permettre, pour s'autoriser à manifester son agressivité, sa destructivité. Et là, j'ai eu vraiment le raté. Et pour moi, ça a été là parce que je l'ai pris pour moi, c'est pour ça, c'est ce que je disais tout à l'heure, alors qu'il s'agissait d'un moment vraiment important pour elle. Mhm. ანუ ამ პაციენტთან, რომელთანაც ესე გამწვავდა ურთიერთობა ტრანსფერში, ამ პაციენტთან თავიდან იყო პოზიტიური ურთიერთობა პაციენტის მხრიდან ჩემს მიმართ, ძალიან პოზიტიური, ერთგვარი გალამისა, როგორც ლაკანიოს პირველადი სიყვარული ძლიერი და ამ პაციენტის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, უკეთესობისკენ პროფესიულ ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში. და უნდა ითქვას, რომ აქ არის ესეთი მახე, რომელშიც გამოცდილი ანალიტიკოსი არ უნდა გაებას, რომელიც ნიშნავს იმას, რომ აა, არ უნდა გინდოდეს, არ უნდა გსურდეს, რომ კარგად გამოგივიდეს სეანსი პაციენტთან. იმიტომ რომ როცა კარგად წავიდა ამ პაციენტთან ყველაფერი, ეს მე ჩემ თავზე მივიღე, რომ აი მე კარგად გამომივიდა ძალიან. და მას შემდეგ რაც მან შემომიტია და ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მე მქონდა განცდა, რომ რაღაც მე ვერ გავაკეთე კარგად, ან მქონდა განცდა, რომ მე ამდენი გავაკეთე მისთვის,
და ის ყველაფერს წყალში მიყრის, ესე იგი, მთელ სამუშაოს. და სწორედ ამიტომ ამბობდა ლაკანი, რომ ანალიტიკოსი არ არის იქ თავის ადგილად, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ უნდოდეს პაციენტისთვის კარგი, ანუ მუდმივად იყოს იმ ფანტაზმში, რომ მხოლოდ და მხოლოდ კარგი რაღაცა მოხდეს პაციენტის ცხოვრებაში, ანუ ერთგვარი მშობელი, რომელსაც გულს უხარებს. C'est comme la position du parent, d'un parent qui veut des choses, le succès dans la vie de son enfant et les petits échecs l'attristent, c'est-à-dire provoquent souvent même la haine. Pourquoi tout allait bien et qu'est-ce que tu as fait? Oui, 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 mais bien sûr, il y a ça, mais il y a aussi là, je crois qu'il y a Mariam qui veut poser une question, mais juste très Ouais. brièvement. Il s'agissait de repérer la pulsion destructrice et surtout de montrer, quand il s'agit de ce type de transfert, de montrer que ça ne nous détruit pas. Ça ne détruit pas la personne de l'analyse, ça ne détruit pas le cadre de l'analyse. Et justement, c'est ce qu'il teste dans ces moments-là. Et là, Mhm. moi, j'ai montré ma vulnérabilité face à ça, quoi, en fait. Et Ouais. pas du tout par rapport, et j'ai pas tenu le cadre de l'analyse, C'est parce ça. qu'il s'agissait de reviviscence, en tout cas de test. Est-ce que l'autre, je peux le détruire? Est-ce que je peux ou pas? Ouais, ouais, ouais. ანუ როცა საქმე ეხება ესე იგი ის ნეგატიურ ტრანსფერს ცხადია საკმაოდ დესტრუქციულ ტოლოსთან და ეს ჩვენ გვავალდებულებს რომ არ ჩამოვინგრეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს დესტრუქციული ტრანსფერი ჩვენთვის არ აღმოჩნდეს დამანგრეველი და ჩარჩოსთვის არ აღმოჩნდეს დამანგრეველი. ესე იგი, ამ დესტრუქციულმა ტრანსფერმა ვერ შეძლოს ვერც ანალიტიკოსის, ასე ვთქვათ, ღრმა დესტაბილიზაცია და ჩამოშლა და ვერც თავად ჩარჩოსი, რომელიც აერთიანებს ორივეს, რა. და ჩემს შემთხვევაში, რომელიც მე მოგიხევით ფაქტიურად, მე ვერ შევინარჩუნე ჩარჩო. და ცხადია ამის შემდეგ უკვე წავიდა ის პროცესები, რომელმაც განაპირობა, ასე ვთქვათ, წარუმატებლობა. ეს რეალურად ხო ზუსტად ის არის, რასაც ვინიკოტი წერდა, რომ უნდა გაუძლო დესტრუქციას და ამ кейსში რეალურად აქ ხო საქმე აქვს და ესეთ შემთხვევაში ხშირად, როცა ეს დესტრუქცია მოდის, პირიქით ეს უფრო მეტი სიმწიფეა და კარგის ნიშანი, რადგან სეპარაციის პროცესია დაწყებული, რაც თავისთავად გულისხმობს, ვთქვათ, აგრესიას მშობლის ფიგურის მიმართ, როცა ვთქვათ, ტრანსფერი არის მშობლის ტრანსფერი, ხო? Est-ce qu'on peut penser aussi de Winnicott quand vous avez dit que l'analyse doit survivre, c'est-à-dire de ne pas s'effondrer ou de se déstabiliser par rapport à ces transferts crus ou non, non, c'est-à-dire destructifs. Et aussi, voilà, est-ce que ça nous fait penser à Winnicott? Oui, la mère contenante, en Oui, fait, la fonction contenante de l'analyse ouais. qui est là, effectivement, qui rejoue quelque chose sur, oui, Mhm. on peut dire, mais ça le protège lui, au final, hein. C'est qu'il comprenne ça pour qu'il entende le circuit de la pulsion destructrice qui se Mhm. retourne, qu'il essaie de retourner vers l'autre et qui va tomber comme ça, en fait, hein, petit à petit, pour entendre, qu'il entende son agressivité. Ouais, ouais. ანუ ეს ამავე დროს დიახ, კეთახობით და ამავე დროს ეს არის ერთგვარი ლტოლვითი სირკვი არის წრედი, ლტოლვითი ასე ვთქვათ ცირკულაცია აგრესიის და დესტრუქციის და როდესაც არ პასუხობს ამას ანალიტიკოსი არა, ეს აგრესიული პოზიცია ტომბე არის ვარნა, ხო, ფრანგულად, ესე იგი რაღაცნაირად თმობს და პაციენტი თვითონ ხდება მოწმეც და თავად ხედავს საკუთარივე დესტრუქციას, როდესაც არ არის მეორე მხრიდან გამოძახილი. მაიეშ, სანამ შენ იკითხავ, მარიამს ქონდა კითხვა, Et, დიახ, მარიამ. c'est une აი question. პრინციპში, დიახ, მე მქონდა შეკითხვა, ბოდიში რა On la voit კამერას pas, Mariam. ვერთავთ, Donc, რატომ pardon. ტელეფონს ვერ Est-ce qu'elle ვერჩევთ. peut mettre sa caméra, Mariam? პრინციპში კამერა ამას შეგიძლიათ ვეჩერთოთ, კომენტარის კამერა. გაგრძელება ალბათ ჩემი შეკითხვაც. მარიამ, თქვენს არ ჩანხართ, კამერა შეგიძლიათ ვეჩერთოთ. აა, ისმით, დიახ. გესმით ჩვენი?
Hein? Merci. Merci, c'est plus agréable. ახლა კი ანუ ახსენა რომ ვერ თან ვთავ გესმით ხო? კამერასო. ხო, Diğer სამწუხაროდ ვერ ვთავ კამერას ტელეფონის გამო. მოკლედ, აი ჩემი როდესაც საუბრობდით ამ აგრესიის გამოხატვაზე, ხო? ან თუნდაც აგრესიულ დამოკიდებულებაზე, დესტრუქციაზე. შესაძლოა რომ ეს იყოს მაგალითად თუ არა ამ პაციენტის ბუნებრივი, ესე ვთქვათ, არამედ თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვობიდან იზრდება, შეიძლება ისეთ გარემოში, სადაც მუდმივად აგრესია არის, ეს ბავშვი ღრუბელივით იჭოვს, ხო, ამას. და ეს აგრესია უნდა თუ არა აქვს მას და შემდეგ სადაც უფრო მეტად როგორც ვთქვათ უსაფრთხოდ და შეიძლება თავისუფლად გრძნობდეს თავს, იქ გამოხატავდეს ამას. ეს ერთი რაც ვიფიქრე ამ თემაზე საუბრისას რაც მომაფიქრდა და მეორე ალბათ ის რომ აი თუ მაგალითად როდესაც თერაპიაზე ხარ ეს თერაპევტი შენ გაძლევს ისეთ რაღაცას რაც აი შესაძლოა მშობლისგან არ გქონდა ხო და ამ ტრანსფერის დროს შენ ეწინააღმდეგებოდე და ამის გამო გამოხატავდე აგრესიას. ანუ არა თერაპევტს არამედ როგორც მასში შენ მშობელს მაგალითად ან ვისი ტრანსფერით. დიახ, მაგრამ ეს არის ანაბანა ტრანსფერის ამაზე ჩვენის რა თქმა უნდა ტრანსფერი გულისხმობს იმას რომ ის რაც მე მშობლების მიმართ მქონდა ან მშობლებს ჩემს მიმართ ამას მე გამოვხატავ მე ჩემი ანალიტიკოსის მიმართ და ასე შემდეგ. დიახ, ეთამან გადავთანხმ თქვენს კითხვას. Oui, notre collègue pose une question sur le lien, bien sûr, mais c'est le noyau même du transfert entre les relations que l'enfant a eues avec ses parents, le milieu familial et tout ce qu'elle met en scène du transfert chez l'analyste et que l'analyste doit, ou le thérapeute doit lui donner la possibilité, toute possibilité de s'exprimer ou de représenter ce qui ne se représentait pas ailleurs. C'est-à-dire, est-ce que le cadre analytique est le lieu privilégié euh, pour s'exprimer quelque chose que dans la famille ou ailleurs n'était pas possible de dire. Oui, ça peut être ça, effectivement. C'est comme pour ce patient, je disais, c'est-à-dire que lui, il ne se permettait jamais de critiquer ses parents, de crier, de dire quelque chose de négatif. Donc, il y a ça, mais il peut y avoir ça, bien sûr, mais bien d'autres choses aussi. Bah, c'est toujours en lien avec l'histoire du patient, effectivement, mais de voir ce qui se rejoue, d'une part, lié à une réalité ou au contraire de cette réalité, mais aussi pour pouvoir, à partir de l'ancrage dans ce réel, pouvoir y donner une dimension fantasmatique qui est la situation analytique, hein, qui permet en fait de revivre et fantasmer comme l'analyste comme étant nul, agressif, etc. Mais c'est pas la reproduction identique ou réelle de ma vie dans le transfert souvent. C'est plutôt si c'est fantasmé, si c'est Voilà, ça peut avoir été aussi des fantasmes qui n'ont jamais été. ouais, des fantasmes. Ouais, exactement. ანუ სოქმე ეხება დიახ ხშირად რა თქმა უნდა იმას რომ ის საშუალებაც არ ქონდა პაციენტს ოჯახში ან მშობლებთან გამოხატვის ამის გამოხატვის უფლება და საშუალება აქვს ანალიზზე და ამ შემდეგ მაგრამ ყოველთვის ტრანსფერი არ არის პაციენტის რეალური ისტორიის რეპროდუქცია არამედ აი ამ რეალობის ხშირად ფიქსირებული ამ თავის წარსულზე პაციენტი ფანტაზმურად გადაამუშავებს ტრანსფერში ამ ყველაფერს და ხშირად ტრანსფერში ანუ გადააქვს ანალიტიკოსზე არა რეალური გამოცდილება, არამედ ფანტაზმები და ფანტაზმური გამოცდილება, ანუ სუბიექტური, ფსიქიკური გამოცდილება და ესე იგი ტრანსფერი არ არის ყოველთვის ერთგვარი გადამღერება ან რეპეტიცია, გამეორება იმის, რასაც უკვე ჰქონდა ადგილი. მაია?
გამარჯობათ. მე ერთ შეკითხვა მაქვს ფერენცის მიდგომებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ფერენციმ ანფან տեղებსაც ეძახდნენ და ბევრი ექსპერიმენტს ის ჩატარებაც ცდილობდა ანალიზის დროს და ერთ-ერთი მისი მიდგომა იყო, რომელზეც მე უარი თქვა, კონტრასფერის ანალიზი თვითონ პაციენტთან ერთად. და მაინტერესებს ამ შემთხვევაში რა შეიძლება დაზიანდეს ანალიზის დროს, ანუ რატო შეიძლება ეთქვა უარი ამ მიდგომაზე. მე განცდა გამიჩნდა, რომ შეიძლება იმის ბრალია, რომ თუ პაციენტი ანალიტიკოსში მოიაზრებს ცოდნის სუბიექტს, ეს შეიძლება დაზიანდეს ამ დროს და აღარ წარმოადგენდეს მის აქვაში ცოდნის სუბიექტს და შესაბამისად კვლევა შეეშალოს ხელი და მეორე რაც შეიძლება იყოს ის არის რომ ამ ტრანსფერის განვითარებასაც უშლის ხელს, რადგან სუფთა ფურცლად უკვე აღარ წარმოჩნდება ანალიტიკოსი და მასზე არ შეუძლია გარკვეული თავის გამოცდილებების ტრანსფერი. Elle évoque Ferenczi qui faisait des petits expérimenter le transfert et le cadre avec des nouveautés qu'il essayait d'introduire dans le cadre de le transfert avec certains patients. Il parle aussi d'analyser le contre-transfert avec le patient, c'est-à-dire être sincère au niveau du contre-transfert avec le patient. Et Maïe pose la question, est-ce que ça peut être menaçant pour le cadre ou pour la neutralité d'analyste ou pour la situation ou la direction de la cure en général, où on peut quand même pratiquer cette analyse du contre-transfert ou être plus sincère ou dire à un patient ses propres pensées ou les émois ou quelque chose comme ça. Le contre-transfert, c'est le transfert de l'analyse, quoi, effectivement, envers le patient. Et Lacan, il en parle pas mal en disant attention, ne pas confondre ça, on y reviendra, hein, mais c'est avec une relation duelle. Mais oui, moi je crois en tout cas. C'est ce qu'on disait tout à l'heure. D'une part, ça peut évoquer des points plus fragiles chez l'analyste, donc c'est important de le travailler en supervision notamment. Mais parfois, c'est peut-être nécessaire de donner quelque chose de soi, ça dépend de la structure, du contexte, à l'analysant, en fait. Il ne va pas lui raconter sa vie, mais peut-être, je ne sais pas quel exemple il peut y avoir. Je vous l'avais donné, peut-être me vient en tête, et peut-être après, on va prendre encore 5 minutes, mais je devrais arrêter, je suis désolée. Oui, je pense, oui, c'est... Კი ლაკანი ამბობდა რომ კონტრტრანსფერი რა არის თუ არა ანალიტიკოსის ტრანსფერი. ანუ ეს ტრანსფერის ფორმაა. და მე ვფიქრობ, ამბობს ანალიტიკოსი პირადად, რომ ანალიტიკოსმა შეიძლება რაღაცა გასცეს, რაც არის საკუთარი, ესე იგი, რაც ეხება მის პიროვნებას. არა ის, რომ დაждდეს თავის პაციენტთან და მოუყვეს თავის ცხოვრება, ან მიმდინარე საკითხებით, პრობლემებით და ამ შემდეგ, არამედ რაღაცნაირად მთლიანად არ გააქროს თავის პიროვნება სცენიდან. და ხანდახან ეს საჭიროც არის ზოგიერთ პაციენტთან. ნუ დრო როცა მექნება თავში მომივა რომელიმე გამორთოთ მიკროფონი. თავში მომივა ზოგიერთი შემთხვევა, სადაც ასე შეიძლება რომ მოქცეულიყავი და მოიქცე. Peut-être pour conclure, je vous l'avais donné cet exemple, mais avec la question de Maya, c'est ça qui me revient. Ça dépend des contextes, encore une fois, mais je vous avais parlé, je crois, de ce soldat, ça c'était à l'hôpital, que j'avais vu, qui était très agressif. Au début, en tout cas, hein, du travail, en disant, mais il venait en consultation, il me disait, je n'ai rien à vous dire, moi je viens parce qu'on ne veut pas, j'ai un problème de reconnaissance, on ne veut pas reconnaître mon taux d'invalidité à la juste valeur de la perte qu'il vivait, en fait.
Je vais le dire de manière très brève, hein, c'était assez long, mais et, euh, et il me dit, mais je sais pas, voilà, j'ai rien à vous dire. Moi, c'est le problème de la reconnaissance du pourcentage de mon invalidité. Et, et puis il m'avait dit, mais qu'est-ce qui me prouve que je peux vous faire confiance? Je lui dis, pourquoi vous me dites ça? Et il me dit, mais vous êtes arménienne. Je ne sais pas si vous vous souvenez, je l'avais raconté. Oui, tout à fait, ouais. Et c'était très surprenant pour moi parce que je ne savais pas qu'il était d'origine turque. Mais je lui dis, mais pourquoi vous me posez cette question? Il me dit, parce que je suis turc. Mon père était turc. Et là, je crois que c'est aussi le temps, le travail aide à ça, parce que je ne sais pas où je suis allée chercher ça, mais là, j'ai pu manier autrement son transfert agressif. Et je lui ai dit, bah, écoutez, peut-être qu'on a quelque chose en commun, c'est le problème de la reconnaissance. Oui, oui. Et ça a Je me fait souviens. vraiment interprétation pour lui, parce que évidemment, c'était la question de la reconnaissance du génocide des Arméniens par Ouais. les Turcs, et lui, enfin, par rapport à des pertes Du extrêmement parti. graves, quoi. Lui, il avait perdu une part de son corps et une jambe, en l'occurrence, et voilà. C'était Et là, ça a vraiment génial. arrêté quelque chose et noué un transfert très constructif, parce que je l'ai Ouais. vu pendant 1 an à l'hôpital, ce qui est assez C'est rare, hein. pourquoi quand Lacan dit que le transfert n'est pas que de l'imaginaire, il y a quelque chose de symbolique. Et s'il n'y a pas cet ancrage Voilà. symbolique, après on peut faire n'importe quoi, vraiment. Exactement. Il a entendu cette part symbolique et, Mm. c'est vrai que j'ai donné, comme il dit Lacan aussi, ma livre de chair, en fait, hein. C'est Ouais, quelque tout à chose de moi, mais qui n'était pas dans le détail intime, tout à mais fait. sur un point vraiment important Ouais, qui peut ouais. résonner chez lui. Ça vous consacre, vous aussi. Mm, mm. ანუ აი ეს მაგალითი, რომელიც ჩვენ ადრეანაიტმა მოგვიყვა, როცა საუბარი იყო სხეულის ნაწილის დაკარგვაზე და ამის რეპრეზენტაციაზე, როდესაც მასთან მოვიდა ჯარისკაცი და ძალიან აგრესიული ტრანსფერი ქონდა, რომ მე თქვენთვის არაფერი მაქვს, რა თქმა უნდა. რაზე უნდა გელაპარაკოთ? მე აქ რაღაც ფსიქოლოგიური საკითხები კი არ მაწყობს, არამედ აღიარების და იმის, რომ აღიარონ ჩემი დანაკარგი კიდურის და ამინაზღაურონ ისე, როგორც ეს შეეფერება და ჩემს დანაკარგს. და აღიარება რეკონესანსი არის აღიარება, შეცნობა, აღიარება ფრანგულად, რაც ლაკანის ბევრს ლაპარაკობს. და ამის მერე მან მითხრა, საერთოდ რატომ უნდა გენდოთ თქვენ? რა მწუხდა. მე ვკითხე, რატომ მისვამთ ამ კითხვას და მან მითხრა, კი, მაგრამ თქვენ ხომ სომეხი ხართ და მე თურქი ვარ და როგორ შეიძლება რომ ჩვენ ერთმანეთს ჩამოვიყალიბდეს ნდობა? და მე მას ვუთხარი, რომ შესაძლოა და ეს ამ კითხვაზე, რომ თუ შეიძლება რაღაცა საკუთარი უთხრა პაციენტს, ოღონდ სიმბოლურ რეგისტრში. და მე მას ვუთხარი, რომ რატომაც არ შეიძლება რომ ჩვენ შორის დამყარდეს ნდობა, როცა ორივეს გვაქვს აღიარების პრობლემა. ანუ ერთის მხრივ ამ ბიჭს ჰქონდა პრობლემა, რომ ეღიარებინათ მისი დანაკარგი სახელმწიფოს და აენაზღაურებინათ ფეხის და სომხებს აქვთ აღიარების პრობლემა გენოციდის, როცა თურქები ამას არ აღიარებენ. და ეს ის მომენტია სწორედ, როდესაც ტრანსფერი მხოლოდ წარმოსახვითი კი არ არის, არამედ სიმბოლურიც ორივესთვის და ეხება რეკონესანსს და აი ამ მომენტში შეიძლება რაღაც პიროვნული თქვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამაზე გქონდეს Et bien sûr, il y a toute une question du transfert aujourd'hui avec les patients qui ont une fragilité très forte, narcissique, avec les patients du tête limite, Mm. ou des patients qui ne présentent pas ni la névrose ni la psychose déclenchée, Oui. mais plutôt quelque chose du blanc, du psychose ordinaire. Mm. Les patients avec ce sentiment du vide, avec des attaques de panique et de personnalisation. Et surtout, il faut leur proposer peut-être une autre cadre. Et il y a le transfert, je crois, toujours, oui, quand les Oui, patients oui, et ne viennent. pas hésiter dans le cadre peut-être à opérer des changements, ne pas les allonger forcément aussi, à un moment ils ne supportent plus d'être allongés, autoriser peut-être qu'ils puissent s'asseoir à nouveau parce que ça les renvoie comme un anéantissement de leur être aussi, hein, pour certains. C'est vraiment, enfin, il y a beaucoup de choses sur lesquelles il faut être attentif. Mais bon, je dois vraiment arrêter, je suis Ah, désolée. bien sûr, bien sûr.
J'en profite, Shalva, pour te rappeler que le 30 avril, on aura la commission d'enseignement où on demande en fait à ce que vous présentiez le programme de l'année prochaine. Donc, pour que tu penses à y travailler, parce qu'on doit l'avoir pour le mois de mai, pour qu'on puisse l'envoyer, pour que tout le monde... C'est-à-dire, si j'envoie pour 25 avril, c'est bon le C'est programme? parfait, c'est Ah, parfait. très bien. Je pensais que c'est Tu 10 pourras le avril. présenter s'il y a des changements, si tu as des questions, Oui. tu pourras Et participer. votre séminaire sur le transfert chez Lacan, nous pouvons, sans les dates, si vous voulez, même juste mettre dans le programme. Oui, on regardera, on peut échanger par mail pour Mm. fixer une Oui, date. bien sûr. Merci, merci beaucoup. Je vous remercie. Merci Merci à tous. beaucoup, merci. Au Merci, revoir. à très bientôt. Au Bientôt. revoir. Bon, merci. Merci.